გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩვენი უნია თუ და სულ წაგებული ოპოები ახლა ტრამპს რომ ლანძღავენ. გონიათ ეს სიბრიყვით მოსდით? არაფრის დიდები. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არ მგონია ძალიან ერკვეოდეს ვინ-ვინაა საქართველოში, ვინ ნაცობს, ვინ ოცნებობს და ვინ კი მითიური მესამე ძალაა. ძალა, რომელიც სამწუხაროდ ბუნებაში ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს რომ იარსებებს. დიახ, და სრულიად შესაძლებელია, როდესაც ტრამპს და მის ადმინისტრაციას ხმას მიაწოდნენ, რომ აი ქართველები ხმამაღლად და დაუღალავად გლანძღავენ. მაშინ ტრამპი არ დაიწყებს იმის გარჩევას, სუბელიანი ვინაა, მეტრეველი ვინაა და კიდევ ამნაირი არავინები ვინ არიან. ხომ მივხვდით, რასაც ვგულისხმობ. სრულიად შესაძლებელია ასეთი რამ რომ მოისმინოს გაბრაზდეს და ტრამპი გაბრაზებაში შემჩნეულია. დიახ, გაბრაზდეს და თქვას ძირს საქართველოს და მე ჩვენ უნდა უმტკიცოთ რომ აკლემები არ ვართ. უბრალოდ უნდა მოვასწროთ დამტკიცება რომ აკლემები არ ვართ, სანამ Starlinks და Swifts მოგწყვეტს. ამას ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამავე დროს ნახევრად სერიოზულად ვამბობ. დიახ, მაქვს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო რომ ოპოები ამას გამიზნულად აკეთებენ. ეტყობა იატაკქვეშა თათფირზეავლაბრის ტიპოგრაფიაში მოილაპარაკეს ბრძოლის ახალ სტრატეგია ტაქტიკაზე და დაიწყეს ამერიკის ლანძღვა. რომ დაფიქრდე ხომ სრული იდიოტობა აქ საქართველოში ვინმე ჭკუანაკლული რომ ითხოვს ტრამპის ადმინისტრაციის გადადგომას, მაგრამ ის ჭკუანაკლული არც ისე ჭკუანაკლულია, მეგობრებო. მას აქვს გეგმა და გეგმას ემოთ აღგიწერეთ. მკითხავთ, საიდან ასეთი აზრები დავით ბატონო და გიპასუხებთ რა? გაგიკვირდება ჩვენი მზაკვარი ოპოებისგან რამე მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ? ოპოებისთვის ახლა ყველაზე წამგებიანია რომ საქართველოს მოახერხოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ყველაფრის თავიდან დაწყება. დიახ, ეს იქნება ოპოებისთვის სასიკვდილო დარტყმა. ამიტომაც ეს მოღალატეები და ისინი მართლა მოღალატეები არიან. დიახ, ეს მოღალატეები ასეთ ბრიყულ ქმედებებზე არიან გადასული. მე რამდენად ვწმუნდები, მეგობრებო, რომ ჩვენი გამყიდვლები ყველაზე გაყიდული გამყიდვლები არიან. ვიმეორებ, რომ ასეთი რამ იწანწალოს საზღვრებს გარეთ და მთელი ძალებითა და ღონით შეეცადო ავნო შენს ქვეყანას. დიახ, ასეთი რამ არ გამიგია. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ მგონი არ მომხდარა და თუ მომხდარა, მითხარით, შემისწორეთ, გამაგებინეთ და გავჩუმდები. პუტინის მოსისხლე ოპოზიციონერებისგან, აი კარამურზა, იაშინი და მათნაირებისგან, ვინც პუტინის ციხე გამოიარა, დიახ, ციხე, რომელიც სრულიად არ გავს ვივამედის კომფორტაბელურ აპარტამენტებს. ისინიც არ ითხოვენ საზღვარგარეთისგან, აბა მიდი, ქვეყანა დაბომბე, ან დააჩმორე, გადააქციე ქვეყანა ბრძოლის ველად, ან კიდევ რამე ამნაირი და იცით რატომ არ ითხოვენ? იმიტომ კი არა რომ ძალიან არ უნდათ ქვეყნის დაჩმორება, თუმცა უნდათ თუ არ უნდათ ამდენი არ ვიცი. და იმიტომ არ დადიან ასეთი გზით, რომ იციან მოსახლეობაში მათი ასეთი მოქმედება გამოიწვევს გაღიზიანებასა და მიუღებლობას. ეს გზა არის ქვეყნის ღალატის, ქვეყნის გაყიდვის, ქვეყნის დასმენისა და გაცემის გზა. არ მოგწონს მთავრობა? კი ბატონო, ლანძღე, ოღონდ ლანძღე შინაურებთან, მეზობლებთან, თანაპარტიელებთან, ბოლოს და ბოლოს დიდ ინგა გრიგოლიასთან, მაგრამ ქვეყნის გარეთ წანწალი ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან მოწიწებით მიპაროდა ყურში საქართველოს საზიზღრუბების თქმა, ცდელობა ქვეყანას რამე ავნო, ეს უკვე ზღვარს მიღმაა. და კიდევ როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, სალომე ზურაბიშვილი რომ დაიყენო წინ. ხომ გამოაშკარავდა უკვე ვინ და რა არის სალომე ზურაბიშვილი. ხომ ნახეთ რომ ეს ცვილის ფიგურა ცუდის მეც არაფერს უპირებს ტურფა საქართველოს, რომელიც როგორც 100 წლის წინ პოეტ გიორგი ქუჩიშვილს ეგონა მტერსაც კი მოინადირებდა. შეცდა გიორგი ქუჩიშვილი, ვერ მოინადირებს მტერს. სალომე ზურაბიშვილი ვერ მოინადირა, ვერც ქიცით და ვერც გისმასურით.
არ ვარ წინასწარმეტყველი და არასდროს ვდებდი თავს ნათელ მხედველობაზე. მაგრამ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილის ზღაპრის ბოლო არ იქნება კეთილი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.